მოგესალმებით და გიბრუნდით ახალი ვიდეოთი და ვაგრძელებთ Invincible-ს დღეს ვნახოთ მეორე სეზონის მეოთხე სერია სათაურად It's Been a While. წინა სერია საკმაოდ საინტერესო მომენტზე დამთავრდა, მარკი და ნოლანი შეხვდნენ ერთმანეთს. ახლა ვნახოთ რა მოხდება მათთან. სავარაუდოდ, არცი ნოლანი ისე ლაპარაკობდა თითქოს და საქმის გასარჩევად და საჩხუბრად საბრძოლველად არ იყო მოსული. ანუ გეგოება რაღაცა უნდა რომ დაელაპარაკოს მარკს, იმიტომ რომ დიდი ალბათობით ახლა რა ქვია ვილტრუმენები, ხო? ვილტრუმენები დააპირებენ დედამიწის დაპყრობას, პრიუს მაგისა მარკის მოტაცებას და უნდა რომ როგორღაც დაეხმაროს, იმიტომ რომ საბოლოოდ როგორც გავიგეთ, ნოლანი არ იყო, ანუ არ აპირებდა დედამიწის განადგურებას. ახლა რამდენად დადებითი პერსონაჟი იქნება არ ამგონი, ანუ არ ამგონი თუ შეიცვლის მხარეს და მარკის მხარეს გადმოვა, არ ამგონი ეგ ეს სწრაფად მოხდეს. მარკის შეიძლება, მაგრამ აი დედამიწელების შეიძლება ვაფშე მარტო მარკის და დების დაცვა მოინდომოს და დედამიწის განადგურების უფლება მისცეს იმათ, არ ვიცი. თითქოს და რაღაც მსგავსი მომენტი იქნება და ვნახოთ რო აღარ დავკარგოთ. თა სერიას It's Been a While ქვია და რა თქმა უნდა. გაიდავიწყეთ. დაუმარცხებელი მეორე სეზონის მეოთხე სერია It's Been a While 3-2-1. სერიებში როა ჩემი ბარტყი ბუდიდან გაფრინდეს. უნდა დამეხმარო მარკ გრეისი. ჩემი სახელია ნუელ ზოდი, პლანეტა ტრაქსადან. აი ეს ტრაქს. აი ეს საინტერესოა ნუელ ზოდი ძაღლად, იმიტომ გადაიქცა რომ ნოლანი მოუთხარა რომ პერსონაჟი იყვარდა მაინც. ой, მარკს. ხოლო სუპერძალების ქონა გმირად არ გაქცევს. სახიფათოს გხდის. ივი დაბრუნდება ამ სერიაში. რამ გამოიწვია? დონალდი. სანამ გეხმარებოდი ნახევრად შევიბრაცხე. დადეუსი ფიქრობს რომ ვირთხა გვყავს. ეს ალენიც. ყველა დაბრუნდება ამ სერიაში. ასევე დანარჩენი მცველები და კინაღამ ჩემი შვილი ძედ მიაყოლა. არ ვიცოდი ვინ იყო. უნდა გწოდნოდა. გამარჯობა. დიდი დრო გავიდა. აშკარად დიდი დრო გავიდა. It's Been a While სერიასაც ეგრე ქვია. მოგონებები. თუ ახლა გვაჩვენებენ ნოლანისაც წავიდა. ნუ რო გაფრინდა. იმიტომ რომ მართლა დიდი დრო გავიდა ბოლოს. მიუხედავად იმისა, რომ ნოლანისთვის დიდი დრო არ იქნებოდა. ნახავთ ახლა საწავიდა. და რა გააკეთა, მასაკეთებს დავიდა. It covered up my soul. Wow, სიმღერა მომწონს. This hunchback that you see, asleep beneath the golden wheel. You wish to conquer pain, you must კაიფედია. learn to serve me well. ეს მთვარე არ არის აშკარად. სხვა galaktikashია უკვე ალბათ, იმიტომ რომ ორი მზეა თუ რა არის. Strike my side by accident. ეს ნახევრად განადგურებული პლანეტა. ეს რაღაც ეს ვარსკვლავის სხვა ჩვენი მზე არ არის, რაღაც სხვა ვარსკვლავია. მომწონს ეს ვიზუალი, ეს კადრები. შავი ხვრელი. შევიკაი. შავ ხვრელში რო ჩავაგდოთ საბოლოოდ, ანუ ვინმე რომ თავის მოკლავდა, ხო? ნოლანი. შევიკაი, სერიოზულად შავ ხვრელში შედის? და ეს ვარსკვლავი, კომეტა, ხომალდი.
Oh, ესენი. ტრაქსელები. I'm myself on the pedestal for this ugly hum at which you stare. You who wish to conquer pain, you must learn what makes me kind. The crumbs of love that you offer me, they're the crumbs I've lived. მოიცადე. არ ვიცი ვინ ხარ, მაგრამ სიცოცხლით ვარ შენგან დავალებული. კი. იქნებ დარჩენილიყავი. გვითხარი შენი სახელი. აქ საიდან გაჩნდი? საინტერესო როგორი რეაქცია გქონდათ რომ გაიგეს რომ ვიტრუმელი იყო. თუ გაიგეს. ახალი დღეს დედამიწიდან ვარო. აუ. გამარჯობა შვილო. დიდი დრო გავიდა. აჰა. მამა. ამათმა არც იცოდნენ გონი ბაბამისი რო იყო. უბრალოდ დაბარებული ქონდათ რომ აიყვანათ. არა. მაგისთვის არ დაბარები ხარ. ო. მე ნატრებოდი. შენ ცდილობდი ჩემს აქ ჩამოყვანას. კი. დიახ. ტრაქსანებმა მითხრეს რომ დახმარება სჭირდებოდათ. შენი დახმარება სჭირდებათ. რატომ? რთულია სახსნელია. გამომყევი და არა კვლავ რატომ მათყუებ? ათასობით ადამიანი მოკალი. დიახ. რატომ twliდი რომ შენ ნახვას მოვისურვებდი? დედას შინაური ცხოველი უწოდი. შენი დახმარება მჭირდება მარკ. ვერ ვიჯერებ ისინიც რომ ჩაიტრიე და ჩემი მოტყუება აიძულე. მომისმინე. ვალდებული არ ვარ შენგან რამე ვისმინო. მარკ. მე შეცდომა დავუშვი. და იმ დღიდან მოყოლებული ვფიქრობ შენზე რაც. შეცდომა? შვილო, ასე ნუ მეძახი. პრისი მოსმენა გინდა მარკ. შეგეძლო მობოდიშებით დაგეწყო. მაგას აკეთებდა ფაქტობრივად. ანდაც ნუ შეწუხდები. შენგან ბოდიში მაინც არაფრის მთქმელი იქნებოდა. ნუხა. იმედია ახალ მეგობრებს კარგად შეეწყო. ისინი ჩემსავით მაინც არ გიცნობენ. აუ. წადი შენი. მაგრამ გონი დახმარება მართლა კიდევ ჩემგანაც. სახლამდე ვერ მიაღწევ. მაგასაც ვნახავთ. აქედან მილიონობით მილშია და გზა არის. ნავიგაციაში ძლიერი არ ხარ. დაბრუნდი და დავილაპარაკოთ. გთხოვ. და რომ არ დაუბრუნდე რასისა, ისევ კბილებს ჩამილეწავ. შინ დასაბრუნებელ ხომალდში ჩაგზვა, მაგრამ ჯერ რაღაც უნდა განახო. არა, ნუალზოც არ მოუტყუები ხარ. მის ხალხს შენი დახმარება მართლა სჭირდება. ნება მომეცი აგიხსნა. ფეხებზე მკიდია. ვიცი რომ ასე არ არის. კაი, ნახოთ რა უნდათ. 5 წუთით. ესეც მხოლოდ მათი გულისთვის. ესე იგი დედამიწის ნაწილად აქაურობა დაიფყარი. მშვენიერია. ტრანსილვანია დამიფყრია. იმპერატორობა თავად შემომთავაზეს. იმპერატორი დამყრობელი რა განსხვავებაა? ძმა. არ ვიცხარ რომ აი მე მარკ, კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს სახლში. ქმარმა იმდენი მიამბოს შენზე. ანდრესა. სულ გამოყლევდები. სუეთში. მე ისეთი ვთქვი.
ჩები. ამას არ ველოდებოდი, მაგრამ მართალი ხარ. ოდნავ გავცებული. რომ დედა ჩემია შენი ცოლი. დედამიწაზე ვერ დაუბრუნდები. ვერასოდეს. იქ ჩემი ცხოვრება დასრულებულია. კარგი. ესე იგი დედაც და დედამიწას წარსულში მოიტოვე, გადასარევია. დიდი მადლობა შენი ახალი ბრწყინვალე ცხოვრება რომ დამათვალიერებინე. ამის საჩვენებლად არ მომიყვანი ხარ. ცოტში მოусმინე მაინც ბოლომდე. აბა სხვა რა უნდა? თუმცა მარკ, გავშვი. ეს ვინ არის? შენი უმცროსი ძმა. აი მე. თქვენ ცოტაში ხომ? დაუმარცხებელი. მეორე სეზონი მეოთხე სერია. ნორმალური ინტრო დაბრუნდა. შეგხომ არ გაქვთ? აქედან ვაგრძელებთ. ცოტა რა. მეგონი კარგი. დები. რა საუნდტრეკები ამ სერიაში? რა საუნდები პროსტად. რა მუსიკები. აი ეს დების დეპრესია. პროსტა არ უთხრა მარკ რომ ახალი ოჯახი ჰყავს. შენი უმცროსი ძმა, ანუ ხო, ეგეთი დიდი არ უნდა იყოს წესით, მაგრამ დროს სწრაფად თუ გადის, არ მოუტყუებია დებს წინასე. ნოლან გრეისონი, საყვარელი ქმარი და მამა. რატომე? ყოველთვის შეგეძლო დედამიწის დაპყრობა. მე რატომ თხოვე ხელი? მზაგრობის სახელით, რათა მეტი ტკივილი მოგეყენებინა. მთელი ჩვენი თანაცხოვრება 20 წელი სრული ფარსი ყოფილა. სამწუხაროდ 20 წელი ნოლანისთვის არაფერია. შენ არ იყავი ნამდვილი. მხოლოდ მარკი. და კინაღა მისიც ძამართვი. ნუ თუ საერთოდ არ გიცნობდი, ოდნავ მაინც. როგორც ჩანს კი, მა როგორ აღმოჩნდი. რატომ მე? ეს ტიპი. სერიოზულად ისე კლონი? კეთილი იყოს შენი ფეხი ცოცხალთა სამყაროში კლონო. ამჯერად არა. არა, მე იქ ვიყავი, მახსოვს მოწყობილობა. ანგსტრომი აფეთქება. რა თქმა უნდა გემახსოვრება. შენშია ყველა ჩემი მოგონება, ჩემი წარსული. რადგან შენ ხარ კლონი მე ვარ. როგორც იქნა პირველად შეგვიძლია გავარჩიოთ ვინ არის ნამდვილი და ვინ არის ქვემდგომი. ეს გაცილებით უკეთესი იქნება. ჩემი კაი, ეს განსხვავება, მაგრამ როგორც ვიცი არ უნდა იცოდნენ. ესეც დონალდი. დები, დონალდი ვარ. კაი, ვაგრძელებთ. დები, დონალდი ვარ. ნანგრევები. თავისი სათვალე იპოვა? გაგიჟდები და პროფესორი დასწრებასაც კი არ იწერს.
შეგიძლია დაესწრო, არ დაესწრო, ან დაიძინო. ისე კექცებიან, როგორც ზრდასრულებს? ხომ გახსოვს, რომ აქ სწავლისთვის ფულს იხდი? ეს ხიარულების ჩაშლაში ნიჭი გაქვს რომ იცოდე. ამბერ. უილიამ. ღმერთო ჩემო, ივ. ეს ხომ ჩემი ფავორიტი არა, სუპერგმირი. სუპერგმირი. ყველაფერი რიგზია? ხო, უბრალოდ. კარგი. აბა. მარკთან დაკავშირებას ვცდილობდი და შეტყობინებებს ვერ იღებს. ხომ არ იცით, სად არის? მაგას რაც შეეხება. კი. სიენსის ძაღლი გახსოვს. ხო. შა. მოლაპარაკე უცხო პლანეტელი მწერი აღმოჩნდა. ვინი ფიქრებდა არა? მე ნამდვილად არა. მარკი რაღაც მისიაზეა წასული კოსმოსში. ეჩქარებოდა და კარგად ვერ ამიხსნა. ეს ერთი კვირის წინ იყო. სუპერგმირ შეყვარებულს თავისი მინუსებიც გონია, არა? კიდევ კარგი სიმპათიური მაინც არის. ნამდვილად კარგად ხარ? რთული კვირა გამოვიარე. წამოდი, ყავა დავლიოთ და თან მომიყევი. ლექციაზე არ გაგვიანდებათ? უილიამი ამ წამს მიყვებოდა, რომ კოლეჯის საუკეთესო ნაწილი გაცდენებია. მართლა, საუცხოო თავისუფლებას გრძნობ. თითქოს საცვლის გარეშე დადიხარ. ეგ არ არის. უილიამ, არ მოდიხართ? არა. კარგად ვარ, ჯობია დაესწროთ. ხვალდილით ერთად ვისადილოთ, კარგი? უარის თქმა არ გაბედო. საერთო საცხოვრებელთან შევხვდი. ცხრისთვის. კარგი, სიამოვნებით. შენი ხის სახლი ხომ ძალიან შორსაა. ღამის გასათევი არ გჭირდება? ქალაქში ვრჩები. კაი. არც კი ვიცი რა ვთქვა. ახალი ძოლი, შვილი, ფაქტიურად ჩაგვანაცვლე, ოღონდ მწერებით. ასე არ არის. დედას ჯოჯოხეთის გამოვლა უწევს დედამიწაზე, შენ კი მაშინვე ფაუნასთან დაიწყე გამრავლება. ასე არ ყოფილა. ის 6 თვეზე გაცილებით უფროსია, გამოდის რომ შენ აქსანების ბიოლოგია ძალზედ განსხვავებულია. კი. არც შენ ჩამინაცვლები ხარ, მაგრამ დიდი დრო გავიდეს. დედამიწის დატოვების შემდეგ გზააბნეული ვიყავი. განწირულების გადარჩენა დავიწყე. თითქოს ჩემს ცხოვრებას აზრი მიეცა. ამიტომაც დავრჩი და მათი დახმარება გადავწყვიტე. ანუ ახლა კარგი ტიპი გახდი? აქ და არა დედამიწაზე. ვალდებული არ ხარ მაპატიო. ძალიან კარგი. მაგრამ მას ამ ყველაფერში ბრალი არ მიუძღვის. რას გულისხმობ? ვილტრემიტების კანონები ჯიშების შეჯვარებას დიდად არსწყალობს. შეჯვარების? ღმერთო შენ მიშველე. მხოლოდ გენეტიკურად მსგავს სახეობებთან გვაქვს გამრავლების უფლება. მაგალითად ადამიანებთან. შენს თავს შეხედე, ფაქტიურად სრული ვილტრამიტი ხარ. სრული არა. თუმცა მონსტრი არ ვარ. ხო. ვილტრუმი უკვე შეიტყობდა, რომ დედამიწა დაბრუნდა. ძებნას დაიწყებენ და ამ პლანეტასაც მოაგდებენ. აქ რომ მოვლენ, შენ ძმას ქვემდგომ. მათ მარტო ვერ შევაჩერებ, მაგრამ შეგვიძლია რომ ერთად შევაჩეროთ. მოდი შეთერთი წამით. აცი ფანჯერას დავკეტა ხოლმე სულ. ქარი როცა იქნება თორე რა ხდება. გავაგრძელებ. ერთად. ჯერ კი ნაღამ მომკალი. შემდეგ კი მატყუებდი აქ რომ ჩამოგეყვანე. ახლა კი გინდა რომ სიცოცხლით გავრისკო იმ ბავშვისთვის, რომელიც დედასთან დაშორების გარეშე იყო ლიეს სხვა ქალთან? ის შენი ძმა მარკ. ამ ტვირთს ვერ შემომტენი იმ ყველაფრის მერე რაც გააკეთე. ის რაც დედამიწაზე ჩავიდინე, უპატიებელია. კარგია თუ აანალიზებს ამას. მაგრამ შენი ძმა და ეს ხალხი ჩვენი დახმარების გარეშე განწირულია. სისულელია. ისინი შენ გამოარიან საფრთხეში. შენ მოაწერე მათ სიკვდილს ხელი და არა მე. ახლა კი გთხოვ რომ მათ გადარჩენაში დამეხმარე. ცდილობს გადაარჩინოს რაც მთავარია. შეგეცი. უბრალოდ გააჯვირა. აქ კარგი ხალხი ცხოვრობს. რანაირად უნდა დაგეხმაროთ. შენი დახმარებაც კი ვერ შევძელი. შეგვიძლია წვრთნა ახლავე დავიწყოთ. სამომავლო ბრძოლისთვის მოგამზადებ. მარკ. ფიქრობ. ვეგონის სამომავლო ბრძოლა სამომავლო აღარა. თეოდოსი ხომ მოღალატე იყო? არა. ჯერ ადრეა. მეტი დრო გჭირდება. ნოლან? ამის დედაც. ესენი
ვილტრამიტი ჯარის კაცები. მარკ, ანდრესა და შენი ძმა უსაფრთხო ადგილას გადაიყვანე. სად? ანდრესა ძმას რა ქვია? კარგი. გოდიში. მამა. წადი. ესეც სამანთა ესეც მიდი ჩანთა უკეთ უნდა ჩაგელაგებინა რობოტო კილკენონ არ გიფიქრია რომ ძარცვისთვის არასწორ დროს არჩევდი ატომ ივი მეგონა ამ სანაგვიდან მიდიოდი ესე იგი დანარჩენებმაც მიგაგდეს რთული კვირა გამოვიარე ასე რომ დააბრუნე რობოტის ბირთვი და ვეცდები სიკვდილამდე არ გწემა აბა რა სიტყვი ამის დაბრუნება გინდა წვალება მოგიწევს შანსი წვალება არ მგონია უწიოს ის წინ არაფერი ჩანს ახლოს ვართ ქვემოთ დაეშვი იქ არის კაი კრისტალები ეს რა ადგილია როკლეინის გამოქვაბული ეგ ვინ არის თქვენებური მკვლევარი ზუსტად არ ვიცი ჩემი ხალხი ასეთი დაპირისპირების დროს მსგავს მღვიმეებს აფარებს ხოლმე თავს აქ უსაფრთხოდ ვიქნებით მე ბავშვის სახელს კითხულობდა და რეკლამა ჩავერთო ლი არ გითქვამთ ბავშვები თავად ირჩევენ საკუთარ სახელს, რაცა წამოიზრდებიან. ტრაქსანების სიცოცხლის ციკლი ადამიანებისგან განსხვავებულია. თქვენი დროით მხოლოდ 1 წელს ვცოცხლობთ. სერიოზულად? მოკლე პერიოდად მაგრამ ჩვენებია. ბავშვი თქვენთან შედარებით ზოგრამეში უფრო სწრაფები ვართ. ანუ ბავშვი ნახევარი ვილტრუმელია და წესით ბევრად მეტი უნდა იცოცხლოს. როგორც ჩანს, მამა შენის გენებმა ჩვენი ვაჟის ზრდაში ანიმა, მაინც წუთი წუთზე მაგრამ აი 6 თვეში ახლა გაიზრდება უკვე თუმცა 6 თვე რობოტი ცხოვრების ნახევარი არის და ყველაფერი ისე არ არის როგორც ერთი შეხედვით ჩანს რას გულისხმობ დედა შენის ჩანაცვლება არც მიფიქრია ამის თქმა არ მინდოდა მამა შენმა სიკვდილს გადამერჩა შენ მართლა არაფერში ვარ ჩემიანიც თავიდან გაგვიჭირდა მისი გაცნობა ისეთი გულნატკენი და ჩაკეტილი იყო მას მერე რაც დედამიწაზე მოხდა. იქამდე შემიყვარდა სანამ ყველაფერს მომიყვებოდა. ხოლო როცა შენზე და დედა შენზე შევიტყვე უკვე. ადამიანები როგორ ამბობთ ხოლმე? ანტემადე ვიყავი შეყვარებული? ყურებამდე შეყვარებული. ვიცი რომ დამნაშავე არ ხარ. მაგრამ მაინც მტკივნეულია. ნოლანს უყვარხარ დაენატრები. თუნდაც შენ ვერ გეუბნებოდეს. მე მითხრა. ესეც ის გამოდის სიმართლე ყოფილა. დიდებულმა ნოლანმა დედამიწელთან იყოლია ვაჟი. უსმენდა ყველაფერს. ქრისტეს მოხვედი. შენთვის სათანადოდ თუ იბრძოლებ, შეიძლება იმპერიაში გაერთიანების ნება მოგცეთ. მარა თუ ვერ იბრძოლებ, მოკვდები. უკან დაიხიე. გაფრთხილებ. ბავშვი. შეიძლება ზედმეტი მომივიდა. ნოლანმა კიდევ იყოლია შვილი. ჩემი კაი. თანამ გულის ზამრებ არსებებთან. ოპა. არც არაფერი. არც სისხლი, არც ნაკაწრი. გაიგეცით. არც დაგვრჩება. ნუ ტიპი ძლიერი არაფსო, ვარ კი ვერ გიგე. ნამდვილად ნოლანის შვილი ხარ. იქნება მასებების მსგავსი მწერი ხარ. ოპა, ნოლანი. ჩემშვილებს აბა ერთად. იცი გაჩენას რაც მოყვებოდა.
ჩემშვილებს არ გაეკარო ლუკენ. ლუკენ. იცოდი ლუკერ თუ ლუკენ? მოყვებოდა. გავიგებთ. არა. საკუთარ ჯიშს უღალატე. სიკვდილის ღირსი ხარ. მარკა ჩემი კაი. ვიცი. მე მგონი არ მოგულა რა. მარკ. ანდრეს არა მგონია ეგრე მარტო იყოს, მაგრამ ტიპა გაწმოვილი გამოვალს რომ ერთი ხელის როგორ მოსვით. ხართ? არა გუშავს. მარკმა დაგვიცვა. კარგია. მე თავს წავაცილდი ყოველ შემთხვევისთვის. ანდრესა. ყველაფერს შეუძლიათ გადაუჩინდეთ, მაგას არ ამგონია. გამომყევი. კიდევ ორნი არიან. კიდევ ორი ის ორი ხო ალენს რომ თავს დაესხნენ. აუ ესენი კიდევ სროლა და სროლა. როცა შენი მკლავი იარაღი ალბათ სხვა ხრიკი არ დაგრჩენია. კარგი ხრიკია. ამაღამ არაფერში გამოგადგება. ნელა. რა მოხდა უკვე დაიქანცე? ადექი. აი ასე. ადექი. ჯერ არ დაგვიმთავრებია. წინ გრძელი ღამე გვენის. ოპა. არა. მერტო, არა. ამის მშობლები? ეგენი არ იყვნენ? არა, არ იყვნენ. არა. თუ ეგენი არ ვიცი, მგონი არა. ჩემი კაი. არა. არის. ახლა ვინ არის და იარაღს უქენი რამე, როგორც იცი ხოლმე. მადლობა. პუშენი. გადარჩენს. ეს კაია. გადარჩინა. ჩემი. დაგვეხმარეთ. დახმარება მჭირდება. პოლსი შეუმოწმე. კარგად არიან? გთხოვთ დაეხმარეთ. ჩემი კაი. ახლა რომ დაიხოცონ და ისევ დების დები. შინ ხარ? შეიძლება შემოვიდე. არტ. გიმოვდი და არ მპასუხობდი. შენი მოკითხვა მინდოდა. ხომ კარგად ხარ? არა მიშავს უბრალოდ. კარგად არ ვარ. არც მე. ამდენი თვე გავიდა და გონზე ჯერაც ვერ მოვსულ ვარ. ნუ თუ ყველაფერი ფარსი იყო. ყველაფერი. არ ვიცი. ეს რომ გადავიღე ნოლანს გაფრენა მოუწია. რაღაც მონსტრთან თუ უცხო პლანეტელთან თუ რაღაც ჭირთან უწევდა ბრძოლა. მარტო ვასწავლე მარკს ველოსიპედის ტარება. არც კი ვიცი ასე ძალიან რატომ მენატრება. იმიტომ რომ 20 წელი გაქვთ ერთად გადარებული და მაინც ვიდი რომ შენ უფრო ძლიერი იყავ. ამ ყველაფრის გაძლება რომ გეწევდა. გეგონა მე ვიყავი ძლიერი. ნოლანს სუპერ ძალები აქვს. ის დაუმარცხებელია. ეს ძალა არ არის. ამას სიმარტივე ჰქვია. ძალა შენშია. ნოლანთან ცხოვრება, მასთან დაპირისპირება, მარკის გაზრდა.
შენი წყალობითაა, რომ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ. ან არ დაგვამონეს, ან უარესი. თავად არ თქვი. ნოლანი მუდამ ვიღაცას ებრძოდა. შენ კი მის გარეშეც ახერხებდი ოჯახის შენარჩუნებას. კი? ახლა კი ყველაფერი ოფიციალურადაა, ის არაფერ შეგჭირდება. არასოდეს გჭირდებოდა. ხო, მაგრამ მაინც და დონალდ შეიძლება ცალკე დონალდ ისა რამდენი არკები გვაქვს? რამდენი არკი გვაქვს? ეს ახლა მეორე სეზონში. მაულერების, დონალდის, დების, მარკის და ნოლანის, ივის და პლუს კიდე იმისი რა ქვია, მულტივერსის. Matt Ferguson. გრეისონზე დაკვირვება. ოუ. წვდომა ნუ უარყოფილია. რა თქმა უნდა. დონალდისთვის არის უარყოფილი. სესილ სტეპ. ოპა. და სესილის პაროლი იცის? და ეგრე მარტივი არ მგონია იყოს. სესილი შემოვა ახლა ალბათ. ანუ დროს დასჭირდება სწორი ვიდეოსა. ესეც გაიკეცით. ანუ შეიძლება ჩემთვის დიდი პატივი იყო. სერ. ვის ელაპარაკები? კი? ეს უკვე არ ახსოვდა. სესილ ბევრი რა გაქვს ასახსნელი. კი? შენ კლონი ხარ. უკვე მეორე ადამიანმა გაიგო ამ სერიაში რომ კლონია. თუ კლონი არის და კიდე რამე სხვა ვერსია არა, მაგრამ მე კლონი მგონია. სხვა განზომილება არა. არ იქნებოდა ეგრე მარტივი. ანუ ძალიან რთულიც არ იქნებოდა ახლა, მაგრამ როგორ გააკეთეს ისე რომ არ იცოდა. მამა. ანატომის. რატომ მაღელვებს მათი ბედი? ისინი სუსტები იყვნენ. მოკლევადიანი ცხოვრებით, რასასაც ვერ დაარქმევდი. ჩემთვის სულ ერთი უნდა იყოს. მაგრამ არ არის. ეგ იმას არ ნიშნავს, რომ სიკვდილს იმსახურებენ. შენ არ გესმის. ამას არ უნდა ვგრძნობდე. მაგრამ გრძნობ. ეს რით არის უკეთესი. დედამიწაზეც იგივე უნდა გეგრძნო. კი. ესეც ჩვენი დიდებული ნოლანი. სიკვდილს აიმსახურებენ თრეთში, ანუ ხედავ ჯერ ლუკენმა მოგაგნა. ლუკენმა გაიგო. მოხარული ვარ ზედმეტად ლმობიერად რომ არ იკეცი. ლუკენი სუსტი იყო. ამიტომაც ეს ხალი წესით ყველაზე ძლიერი უნდა იყოს ამათ შორის. როგორც ამ მწერებმა დაიმსახურეს. თითის სულ ოდნავ შევარხიეთ და უკვე მკვდრები არიან. ამისთვის სიცოცხლით აგებ პასუხს. მაშინ რაღაც უცდი. მოიცადე, აუცილებელი არ არის. რადგან ნოლანის ვაჟი ხარ, სწრაფად მოვამთავრებ. ნუ წესით ეს ახლა ამას თვითონ უნდა გააძროს ნოლანმა სახე და ამ ქალს ერთად თავზე ინერვიულო ნოლანი. ხომ დაგპირდი. სწრაფად მოვამთავრებ მეთქი. პირობას არასოდეს ვარღვევ. ასე რატომ ღელავ ნოლან? თუ შენი შვილი მოკვდება, ესე იგი სიცოცხლეს არც იმსახურებდა. ლაღბობა სიცოცხლეს ვერ შეგინარჩუნებს ვაიდორ. აიდორ. დასახელები აქვს. მარკ რას აკეთებს, სათამაშო სავით გაბზრიალებს. შემნიშნე. ისე იბრძვით თითქოს დედამიწაზე იყო. თავს ნუ იკავებ, თორემ ორივე მოუკვდებით.
ამიკავებს. იკავებ. მას შენი მოკლა უნდა მარკ. მის მოკლას თუ არ ეცდები თავად მოკვდები. მე მგონი ცდილობს. ზედმეტ ნუ ფიქრობ, იმოქმედე. ვილტრა მიტივით უნდა იბრძოლო. არა. მე ხალხს არ ვკლავ. ამას თუ არ ეზამ. ყველა მოვკვდებით. მე, შენ, შენი ძმა და ყველა ტრაქსანელი. ამჯერად მოგიწევს, რომ ვილტრუმელთან სხვა გამოსავალი არ გაქვს. ეს არ დაივიწყო. მედი დაეხმარებ ამას შენს. ნაუჩინი. აჰა, ეს გააკეთეს. მიდი მარკ. როგორც დედამიწაზე, აჰა, ეგრე. არა, ისე, სალო. ეს რა თქმა უნდა ფინალი არა. როგორც იქნა. ჩემს სახედარ. რა ხდება? ვაიდორსაც დაერხა. მარკ მიდი. არა. შემდება. ვიტყოდი, კარგად იბრძოდი მეთქი, მაგრამ წადი შენი. საკმარისად კარგად იბრძოდა. ეხლა მოგკლავდა. შეიძლება არ მოგკლავდა, მაგრამ ახლა ნანობ ჩემს ოჯახზე თავდასხმას. ნანობ თუ არა? მამა. ოპა. Shit. Mark. კარგად ხარ? არა. ნუ ღელა. ყველაფერი დასრულდა. ჭრილობა მაჩვენე. ერთი ჩემი კაი. ხელი გადაუნდა. ეს ცოცხალი ხო თვითავინა წაგეცალად თქო. შემდეგში ვინმეს მოკლას რომ ეცდები. დარწმუნდი რომ ნამდვილად მკვდარია. შესრულებულია. ნოლანი მკვდარი არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ შენ გადაცოდები მოკვდა. დები, კარგად დაფიქრდი. ბევრს ვფიქრობდი. მთელი ღამე არ მეწინა. არ მჭირდება ნოლანის ფული. შენი ფული. ეს ჩიკაგოში დაზარალებულებს უფრო გამოადგებათ და შენ თუ ვერ შეძლებ მათთან მიტანას მე მივუტან. რა თქმა უნდა მოვნახავ რაიმე გზას. უბრალოდ ვფიქრობ რომ შეცდომას უშვებ. ვაფასებ იმას, რაც ჩემთვის და მარკისთვის გააკეთე. გასაჭირში დაგვეხმარე. მაგრამ ამ სამყაროში უფასო არაფერია. განსაკუთრებით შენთვის. დები. ამდენს არ შემეკამათებოდი ფული ჩემი და მარკის კონტროლის ერთადერთი გზა რომ არ იყოს. შენ თუ გამოგართმევთ, გამოდის რომ ვალში დაგრჩებით. მე კი არ მინდა ამ გრძნობამ შემაწუხოს. თუ გადაიფიქრებ. არ გადავიფიქრებ. ეს მაინც შეინახე. კი. რა? ტიპი ცოცხალია. შოთი. მამა. მარკ. ჩემს სიკეთეებს ნუ დაივიწყებ. ჩემს ნაშრომს. ჩემს საქმიანობას. ჩემი კაი რომ დაქნას ახლა.
ჩემს ციგნები. ჩემი ციგნები წაიკითხე მარკ. რაღაც წაიკითხავს ახლა. ჩემი ახლა ციგნების წასაკითხად რომ მივა. The man with the invincible gun. Is it TV? Coming on now. I know what was so. Shall we tell me this? Donald. ერთი ის არის, ანუ როგორ შეცდო გადმოკოპირება და გონების ჩასმა, ანუ უკვე ქონდა დაკოპირებული წინასწარ? არა. არა, სხვა არასდროულად გზას გაიჭრა. ჩემი სერიოზული. მადლობა ღმერთს. Просто სისხლის ნახვა უნდა თუ რა? რა? ახლა ნუ გამომადებილებთ. შემდეგ ახალ ვერსია გამიჩნდა. დამთავრდა სერია. დონალდ, საჯანდაბაში ხარ. პრობლემა გვაქვს. ცოცხალი ხარ. ძალიან კარგი. მამა ჩემი. რას უპირებთ? გაჩუმდი და მომისმინე. მე გენერალი კრიგი ვარ. გენერალი კრიგი. პირველ ბრძოლას ცოცხალი გადაურჩი და დაამტკიცე რომ ღირსეული ვილტრამიტი ხარ. ტრაქში გაიგეთეთ თქვენი. მამა შენი სიკვდილით დაისჯება. შენგი დედამიწაზე დაბრუნება. მისი მისია შენ დაგეკისრება და პლანეტას ჩვენი მმართველობისთვის შეამზადებ. კიდევ შენი სიმპათიების გათვალისწინებით შეიძლება ეს იდეა ახლა დიდად არ მოგწონდეს. მაგრამ სხვაგვარად რომ აგიხსნა, შეგიძლია რამდენიმე ადამიანის მოკლით დაარწმუნო კაპიტულაციაში. ან ჩვენ მოვკლავთ მილიონობით ადამიანს პირველი ვიზიტისას, თუ კი შენ და შენი პლანეტა წინააღმდეგობის რამდენი დრო გვაქვს? მალე გადავამოწმებთ შენს პრობლემას. მალე როდის 300 წელიწადში? განსხვავებით, ჩვენ არ გადავიფიქრებთ. წარმატებები. რა სერია შეიძლება? ახლა მაულელებს უბრუნებით. უკვე დრო იყო. სადენები ძალიან ახლა რთულია. შენადნობებიც არაპროპორციული. აშკარად კლონის ნახელავია. თუმცა გამოდგება. დიახ, მეფეო მაულერ. სერიოზულად ეგრე მსახურება ახლა? არ ვიცი ეს აქამდე რატომ ვერ მოვიფიქრე. ერთ იდიოტ კლონზე რატომ უნდა შევჩერდე, როცა უამრავის შექმნა შექმნა. იმედია რომელიმე მაინც გამოვა მზარეული. ჩვენსაც თუ ვერ წურავ ნორმალურად, ბურგუნიონზე ლაპარაკი ზედმეტია.
ჩემი ბურგუნი მოუწავლა? ნაბიჯვარო. ისევე როგორც ჩემი წვენი. ეგ იმ შემთხვევაში, როცა მაიკოტოქსინით არ არის გაჯერებული. რა ჩანდება ხდება ამ სერიაში? ზოგჯერ ყველაფერს იდეალური ახსნა მოეძებნება. გახმოვანებულია მაიკ ადრიკოვის მიერ. ესეც მინუს ორიგინალი. აღარც მიქვის უკვე ისეთ ხედავ ხოლმე აქ. შევიდე, რა ჩანდება? აქ ეს ხო აქამდეც გესმოდა, გესმით უეჭველი რა ხელხმას. კაი გადავაუწყო მე. ესე იგი ეს იყო დაუმარცხებელი მეორე სეზონის მეოთხე სერია. We need to talk here, Derek. It's been a while, It's been a while. ძალიან მაგარი სერია იყო. საუკეთესო ჯერჯერობით მეორე სეზონში და ერთ-ერთი საუკეთესო ზოგადად. ანუ მაგარი იყო. თავიდან ბოლომდე რაც ვნახეთ, დაწყებული მაულერების და კლონებით, რაც ყველაზე სუსტი იყო ალბათ იმ თემებიდან, რასაც ამ სერიაში შევეხეთ, დამთავრებული ნოლანით და მარკით. რავი. კარგი, დავიწყებ მაულერებით. მოვლერები ტიპმა კანონი შექმნა და სოკლონმა მოკლა, მოწამლა, ახლა დარჩა მარტო კლონი. მაშინ თუ დარწმუნებული არ ვიყავი კიდე რომ ორიგინალი, იმენა ორიგინალი გადარჩა თუ მოკვდა, იმიტომ რომ ორჯერ მოკლეს უკვე და დაჟე შეიძლება მეტჯერაც. просто არ უჩვენებიათ. ახლა დარწმუნებული ვარ რომ ორიგინალები არ არსებობენ, დარჩნენ მარტო კლონები. დარჩა მარტო კლონი ერთი. რა ვიცი. მე კიდე იმის ამბავს არ შევეხებივართ მულტივერსის. დონალდმა შემაშინა ბოლოს რა თქმა უნდა. მე მგონა თავის მოკლა უნდა როგორც ესეთი, მაგრამ როგორც ჩანს просто ნახა აუჩი დონალდის გახსოვთ პირველ სეზონში მარკის სისხლს რო იღებდნენ ექსპერტიზაზე, თუ ექსპერიმენტი შეშტოს სჭირდებათ რაღაცა, ყოველ შემთხვევაში ცდებს ატარებდნენ და ლაზერებით ყველაფრის ცადეს მაგის თვის რამის დაშავება რა, მაგრამ არ გამოუვიდეთ. იმდენად გამძლე იყო, მათი რა ქვია, ვიტრუმენის სისხლი. არის თუ არა შანსი რომ როგორღაც ნოლანმა არა, სესილმა აიღო ეგ სისხლი და ხალხის კლონირებისთვის იყენებს. იმიტომ რომ რა ვიცი. просто მომენტანო სისხლში დნმ-ს შეიცავს და ახლა დნმ-ი დონალდისთვის რო გამოიყენებინა ეგ წესით მარკის, მაგრამ ზოგადად ვიტრუმენის კლონის შექმნა ასე მარტივად შეიძლება? მე მგონი არა. მაგრამ ის ფაქტი რომ ტიპმა დანა გაირჭო ხელში, მაჩაში და არაფერი დაემართა. სისხლი წამოვიდა, ხო? და всё. დანას რა დაემართა, ის არის თავარი რომ მოიგუნა. აქ ჩვეულებრივი ადამიანის სხეული არ აქვს. რავი. მაგას გავარკვევთ, იმედია მეორე სეზონშივე უკვე. დების ამბავი ხო ჩემი წიგნებს რო გაყიდის და ხა მარკს რო თქვა ჩემი წიგნები წაიკითხა, მაგრამ ზოგადად ყიდვა შეუძლია, ნოლანის წიგნებზე ხო თქვეს რომ ძალიან ხშირად იყიდებოდა, ძალიან პოპულარული იყო. შეუძლია დაითრიოს წაიკითხოს, მაგრამ მაინც ახლა თავარია დების არ გაუბრასდეს იმის გამო რაც გააკეთა რომ გადაყარა რა, ანუ გააჩუქა ეს წიგნები. არ ვიცი. ეს ივის ამბავიც კიდე რავი. და ივის ამბავზე მედია შემდეგ სერიაში უფრო შევეხებით. თუმცა ეგეც
ცუდი სამწუხარო მომენტია რა. ანუ ფაქტობრივად ბედიერი ფინალი ამ სერიაში არც ერთ პერსონაჟს არ ქონია. და ეს ტრაქსები არ ვიცი. მაგათაც, ბავშვი შვილი არ მოკვდება ნოლანის მარკის ნახევარ-ძმა. ცოლი არ ვიცი, ცოლი შეიძლება მოკლან. შეიძლება მივიდეს მარკი და უკვე მკვდარი დახვდეს ცოლი და შვილი წაიყვანოს. ლოგიკური იქნება ეგრე რომ მოხდეს. მაგრამ რავი. არ მინდა, მაგრამ სავარაუდოდ ეგრე იქნება. იმასი რა ქვია მარკის და ნოლანის პონჩი ანუ მაგათი ამბავი მაგათ პონჩი არ იმასი ზამთქო რა ვილტრუმანები არ გაჩერდებიან მაგის თქომინდა და შეამოწმევენ მე კიდე დედამიწას და მარკს მოუწევს მაგათთან დაპირისპირება იქნება რავი просто რა მოწევს იცით აი ეს ამბავი ახლა ნოლანს წაიყვანენ სიკვდილით დასჯენენ ამბობენ და ფაქტობრივად ანუ ნოლანს ჰქონდა შანსი რომ ანუ ვერც მოკლავდა რა თქმა უნდა საქმეც ეგაა შანსი არ ჰქონდა ანუ უბრალოდ არა შანსი ჰქონდა მაგის თქმიდა რომ წაეცადა იმ ტიპისთვის თავი და მოეკლა მაგრამ არ გააკეთა ეს ან შეიძლება არ ვიცი ეხლა დარწმუნებული ვარ თამოჭრილი თუ მაგრამ ხო განახეს მოგონებებში ბევრი სერიაში პირველი სეზონის რომ თავწაცილები ცოცხლები არ რჩებიან რო ხოცავდნენ ერთმანეთს მაშინ ანუ ახლა წესით შეიძლება ნოლანს მოეკლა შეიძლება ყველა დაეხოცა და როგორც ვიხდი ის ორი მოკვდა მარტო ის ლუკინი გადარჩა ხორავი მაგრამ ხო შეიძლება ნოლანს მართლა მკვდარი ეგონა უკვე ისე ხო ნოლანს სიკვდილით არ დასჭიან ეგ დარწმუნებული ვარ მაგაში просто როგორ უნდა გათავისუფლოს ახლა მარკმა ან ვინმე სხვა რა ვიცი ვილტრუმენებისგან შეიძლება ალენი ჩაერიოს თუ ცოცხალი დარჩა იმ ამბის მერე თეიტუსის ვახ რომ წარმოთქვა აქტივის სახელს ასე რომ ხო საინტერესოა რა მოხდება შემდეგ სერიებში ეს სერია ერთ-ერთი საუკეთესო იყო სამყარო ბრავო დაგემშვიდობებით ახლა იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო თუ მოგეწონათ არ დაგავიწყდეთ და ლაიქოთ გამოიწეროთ ჩემი არხი დატოვოთ კომენტარები და ზარი გააქტიუროთ ხო და კიდე ერთი რაღაც წესით ახლა ნოლანი უკვე შეცვლილი ხო არის ანუ ოდნავ შეცვლილია ეს და მომწონს როგორც აკეთებენ ამას ანუ როგორც ცვლიან დედამიწის სამბის მერე კაი ხანი გავდა იმ სამსვე არ მივხვდა რომ სისულელე გააკეთა წასვლისთანავე ეს ცოტა ხანი იცხოვრა სითვე და ეს კანქვია შვილიც ეყოლა და მე უკვე ნელ-ნელა დაიწყო მაგის გაანალიზება თუმცა თავის მოკლა კი უნდოდა მანამდე ანუ ეს მომწონს კავში ნოლანის განვითარებას როგორც აკეთებენ ეთყობა რა რომ კარგად დაწერილი პერსონაჟია მომენტ მინდოდა ეხა მაგ პრეტენზიის გამოთქმა ამ სერიაში რომ რა სწრაფად შეიცვალა თქო მაგრამ არა ანუ კარგად რომ ნახე მაგის ისტორია რა ახლა რაც მოხდა ამ ბოლო 6 თვეში მაშინ უკვე გადავიფიქრე აშკარად ამიტომ ხო დაგემშვიდობებით შეხვდებით შემდეგ ვიდეოში ბედნიერ დღეს გისურვებთ კარგად ბრძანდებოდეთ